გადაწყვეტილი აქვს ჩემო მეგობრებო დავით გარეჯის დათმობა და აი ამას ყველაფერს ასრულებენ აი ამ ჩვენი არაფორმალური მმართველის დავალებით. მე ახლა უნდა უთხრა ამ ადამიანებს თქვენ ძალიან მალე შეგიწყდებათ ის დაფინანსებები, რომელსაც გებულობთ ამ ხელისუფლებისგან, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველაფერს რო აპრავებთ ამ ხელისუფლების, ალბათ ამასაც აპრავებთ, რომ დავით გარეჯი უნდა წაიღოს აზერბაიჯანმა და მალე შეგიწყდებათ ეს დაფინანსებები და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შექმნას არა საწარმოები, არამედ საქართველოში ბორდელები, აი ამ ბორდელებში დაგასაქმებთ თქვენ. აი წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არის შექმნილი გვერდები, სადაც მე აი ეს ძალიან არ შეავონებს ეს ფაქტი, შექმნილი გვერდები, სადაც ასეულობით ქართველი მეძავე ეწევა პროსტიტუციას, ეს არის My Export G, Geo Export G, Kama G და VIP Export G. აი აქ ეხლა რო შეხვიდეთ თქვენ, ნახავთ ქართველ ახალგაზრდებს, გოგოებს, ხანში შესულ ადამიანებს, ანუ ასაკოვან ქალბატონებს, რომლებიც ღიად არც სახეებს მალავენ, არც რეალურად არაფერს არ მალავენ, ისე არიან წარმოდგენილი, აი ძალიან არასასიამოვნო ამ ყველაფრის ნახვა ალბათ ბევრისთვის, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ. აი ეს არის ქართული ოცნების შექმნილი სამუშაო ადგილები. და მე უნდა უთხრა ამ ხალხს, აი მალე თქვენ არ დასაქმდებით აქ. იმიტომ რომ თქვენ ხო პოლიტიკური პროსტიტუტკები ხართ. თქვენ ყველაფერზე თანახმა ხართ. და ამიტომ თქვენ როცა ქვეყნის ღალატზე აწერთ ხელს, მალე ეს სხეულის გაკითხვაზეც მოაწერთ ხელს. ზოგიერთი მართლა ისედაც არატრადიციული ორიენტაციის ახართ. ზოგი აი გაუკუღმართოებული ფორმით იქნება თქვენი სექსუალური მომსახურება, ზოგიერთ ტრადიციული. ამიტომ აი ამას გიმზადებთ ქართული ოცნება, პოლიტიკურო მეძავეებო.